ირლანდიაში შევხვდებით იყვლიანებო. არ ვიცი საიდან მაქვს, მაგრამ აქ. მაგალ პერუარიაში ვარ და აქედან იმართება რაგბის სამყაროში. მაგარი ჩეპი გამიგორდა, დამიზარა და შენი შუას მომცა. აი ქრისმესი აქ იგრძნობა თუ იგრძნობა. სალამი იღვლიანებო, სალამი. მივამცხოვრებით ამჯერად დუბლინში. წინ გელოდებათ ძალიან მაგარი ვლოგი, იმიტომ რომ ირლანდია ძალიან გამორჩეული ქვეყანაა, ბევრი რაღაცის გამო, არა მარტო რაგბის. ამიტომ უნდა ჩაუждეთ და ისე ამოვნოთ ჩვენი ბოლო ნაწილი და ის ვინც აქამდე ჩვენთან იყავით, დიდი მადლობა. აბა წავედით. 21 ლარის ნაცვლად გადავიხადე 20 ლარი ყავაში. პროგრესი. სულ მავიწყდება დალევა და მე რა ვქნა. რამდენს დავფრინავ, აი ძალიან ბევრს დავფრინავ და ესეც არის საქართველოს აეროპორტი არ მახსოვს. მოშვიდო. სტივენ კინგს ვკითხულობდი ამ ბოლო დროს და არ მომწონს რაღაცა ყველაფერი. ხალხი გამოჩნდა აეროპორტში. ყველაფერი იგზია. 20 ლარიან ყავას, 20 ლარიანი ტოსტი დავამატე და ესე დიდრულად ჭამ. აბა როგორია თქო აეროპორტში ჭამა რო გინდა ესე. ხაშურში ვარ? პარიზში ვარ, ტრადეგოლში დროებით რა თქმა უნდა და გავეშურებით დუბლინისკენ. ირლანდიაში შევხვდებით იყვლიანებო. იღბლის მომტან ქვეყანაში თავისთავად. ისე მივდიოდი შემოდგომის ტესტებზე, რომ ჩეპი არ მქონია, ნუ ხოლმე რო გადამაგდოდი პარიზში მაგას ავთვლი. პირველი ჩეპი გვაქვს ის, რომ 1 საათით გადაიდო ფრენა პარიზიდან დუბლინში. 1 საათს კიდე არა უშავს. მეოთხე ფინჯანია უკვე დღეს. მეგონი ძალიან ბევრ ყავას ვარ რა. თქვენამდე სოფტში დამიწერეთ. ირლანდიის საზღვარიც გადაიკვეთა იზი. შევიდა, ჩაურტყეს, გავიდა. კითხვებსაც აღარ სვავენ რა. აი ესე უნდა განაგრძე რთულ საზღვრებზე. ჩანთაც რა თქმა უნდა აქ არის, ეხლა ნახოთ ზღოლი რამდენად კეთილსინდისიერი, მუსიანი და პატიოსანია და თუ დამხვდები. ზღოლი არ ჩანს, მეგობრებო. გადავა რამე დაუშავე ამ ზღოლთა საერთაშორისო კავშირს თუ ვაწყენინე ვინმეს თუ რა ხდება. ხო შეიძლება გამოვიდე აეროპორტიდან და ჩემი სახელით გვარით ვიღაცა დამხვდეს. ზღოლი. და წამიყვანოს სასტუმრო. არა, უნდა გართულდეს. Thank you. 20 წუთიანი ლოდინის მერე იკადრა გამოჩენა როგორც იქნება. მოვედით კლეიტონს ჰოტელში. ეს არის საჯების სასტუმრო დაბლინ 4-ში, საკმაოდ პრესტიჟულ რაიონში ვართ. აქვე ავივარი, RDS-ი, ლენსტერი, ლენსდაუნი, მოკლედ მაგარ პერუარიაში ვართ და ყველაფერს განახებთ. ეხლა დავპარკინგდები. გასაქირავებელმა ქოლგებმა, მაგრამ მოიკიდა ფეხი როგორც ჩანს. ესე ჩვენი აძვის ხე, ესე ჩვენი სასტუმრო. წავედით ჩეკინზე. ქვევით არის ბარი, სადაც არაერთხელ დაგვილევია. მათ შორის, როდესაც ვიმსაჯე 2021-ში პირველი 6-ერი, იმდენი დავლიეთ, რომ ადგილიდან ვეღარ თვდგებოდით. მოკლედ ჩეკინი გავიარეთ და ჩვენი სტუმრობა ირლანდიაში ოფიციალურად დაწყებულია. აბაჰე. სტანდარტული ოთახი რო გითხრა, სად მოხვდით თქო, გავგიჟდით თქო, მოგატყუეთ. მაგრამ ნორმალური საკმაოდ. გარეთ მივდივარ, ძალიან კაი ადგილას, გამოვყევით და ვახშამზე დამეწვიეთ. ხო, წვერი არ გამიპარსავს. დამიზარა და შენი შუას მომცა. რა ვქნა. დავსეირნობ ჩემს დუბლინში. აქ რაღაცა შეკრება არის, ხედავთ. მე და საბა კაი რაღაცას ვეძახით ესეთ პაბებს. ერთი რა მიკვირს? ამ ოჯახში შეჩვენებულებს, ნახეთ. ან არცივად, ან რა ვიცი, აბა ესე გამოდიან იუბკებით და მოკლეკავებით, რა ვიცი. ეს არის დუბლინ 4-ის ცენტრი, იქით არის RDS-ი და ლენსტერის თამაში რო იწყება. აქ სვავს ხალხი და გადადის იქით, RDS-საც განახეთ. მერე იქით არის ავივა სტადიუმი რა. პირველი ასე ვაკეთებდით ხოლმე, ყოველთვის დუბლინში ჩამოდიოდით, შევდიოდით აი ამ პაბში და გინეს უბათქუნებდით. ეხლაც არ იქნება გამონაკლისი. if 125.5 წამი ჭირდება გინესის სრულად ჩამოსხმას და იხმევა ორ ნაწილად. მუღამი ეხლა რა არის, როსვა ვიცი? ისე უნდა დალიო, რომ აი აქ უნდა დასვა ხაზი. ანუ G უნდა გახვრიტო, ესე ეძახიან, split G. აბა ვნახოთ. გაგიმარჯობა. შეხედეთ, ზუსტად. გამოცდილება ხედავთ რა არის? G არის გახვრეტილი მეგობრებო. ანუ ირლანდიაში ჩამოსვლა წარმატებული იქნება. პირველი მიდის წყალივი.
გამოვედით ამ პაბიდან. მოკლედ ესე იყო ბავშვობაში დავდიოდით. ხან ერთ პაბში, ხან მეორეში. ღამეში არის რეკორდით 11 გინესი. არ არის ძალიან ბევრი, არ არის ძალიან ცოტა. აი ეს პაბი The Bridge ეკუთვნის ირლანდიის ყოფილ 8 ნომერს ჯეიმი ჰიზლიფსა და ყოფილ 15 ნომერს რობ ქერნის და ლესტერი რო თამაშობს, აქაურობა არის გადავსებული და ძალიან მაგარი ამბავია და ეს ხალხი აქ სვავს და მიდის მერე RDS-ზე საგულს შემატკივად. აი ეს არის კულტურა რა. ეხლა ვაგრძელებ წინ ავივასკენ და Sandy Mount-ის ცნობილ ბურგერს უნდა დავეცე, როგორც ვიტყვით ხოლმე. ესე ჩვენი ავივა სტადიუმი და ესე ჩვენი მატარებლის ლიანდაგი, ხო და ამ ავივა სტადიუმზე გადის მატარებლის ლიანდაგი. ამიტომ თამაშის დროს რო დაგაძგაფუნოს ტრიბუნაზე რო იჯდე, აი ამ ტრიბუნაზე, ეს არის აღმოსავლეთ ტრიბუნა, არ გაგიკვირდეთ, იმიტომ რომ მატარებელი მოძრაობს თქვენს ქვევით. აი ესე ჩვენი Sandy Mount-ის რაგბის ქანდაკება. აქ ტოვდნენ ხოლმე ბავშვები რო ვიყავით, პატარა მსაჯები მაშინ აქ რჩებოდით და მოკლედ დაგვახსოვდა რომ მაგარი ბურგერი აქვს და მოგავსინჯოთ. აუტის ბარი, დერეფნის ბარი ესე ქვია. გინესი გავცვალე Coca-Cola 0-ზე რა, უქნა თამაში მაქვს რა. არა, ჩემი სპონსორი Coca-Cola მაგიტო არ გეგონათ რა. შეუკვეთე ქათმის ფრთები და ცნობილი Sandy Mount-ის ბურგერი. აბა ვნახოთ. სტარტერად მოვიდა ქათმის ფრთები. ესეთ თებშებით მოქონდათ ბავშვობაში. რეკომენდაცია ჩემგან Sandy Mount-ის რესტორანს რა. ძალიან კაია. იდგორი მოვაწყეთ, იდგორი. იმედი არ გაგიკვირდათ. მთელი დღე რაღაც თითქმის საჭმელებს და რაღაცა ევჭამ რა. ძლივს ნორმალური საჭმელი მეღრის. ველოდებით ბურგერს. ნახეთ. იმენა. ბავშვობაში დავნიზლავდით მე და საბა რა. ორ წელს შევჭამდი და შევჭამე. ხელა პირი. როგორ უნდა გავაღო არ ვიცი. მაგრამ შევეცდები. ეს ბავშვობის გემო ესა. ძალიან მაგარია. გადაუარე რასაც ქვია. ეს იყო ჩვენი პირველი დღე დუბლინში. ყოველთვის ესე ვიწყებდით და ყოველთვის ესე დავიწყებთ რა. ვემზადებით უკვე თამაშისთვის. სხვა უნდა დაგათვალიერებინოთ ძალიან მაგარი მაღაზიები და კიდევ სხვა რაღაცები. აბა დროებით. აუ. სანამ დაგემშვიდობებით დღეს ეს უნდა განახოთ. ეს არის როგორი ძველი, იცი? მე და საბა სურათიც გვაქვს აქ გადაღებული. საბა არის მუხლებზე ჩასული და მე მეამაყება, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვარ. Automation series. უბრალოდ გული მწყდება, რომ პორტუგალიის დროშაა დახატული და საქართველოსი არა. ამათი დროც მოვა. დღე მშვიდობის ჩემო იღბლიანებო და მივირთმევ ყავას მომდევნო დღეს. თავს ბევრად კარგად ვგნობ, იმიტომ რომ დავისვენე. ერთი ღამე მჭირდება ზოგადად რომ აღვიდგინო. უნდა გავიდე გარეთ და ძალიან მაგარი ადგილები უნდა გაჩვენოთ, რომ შეიგნოთ ირლანდიური სული. მაგარი მაღაზიები, ეს ირლანდიური ატმოსფერო, მსოფლიო რაგბის სახლი სხვათა შორის. დარჩით ჩვენთან ერთად გავისეირნოთ და კაი რაღაცები დავათვალიერებთ. აბა წავედით. წვიმა და ქარი, რა თქმა უნდა, ესე ჩვენი სასტუმრო კარგად რო დაახოთ, აი ესეთი არისტოკრატიული შენობა. აი, ირლანდიური პოლიცია, ვისაც გაინტერესებთ, გარდაქვია რა. საკმაოდ მშვიდობიანები არიან და იარაღი არ დააქვთ. აი, როგორ მევასება ესეთი პატარა შენობები. აი, კორპუსი რო არ არის ქალაქში ძალიან კაია რა გონებისთვის. ესეთ ჩვენი World Rugby-ის ოფისი. აქედან იმართება რაგბის სამყაროში თუ ითქვასებო. შემოდგომა არის ულამაზესი რა. ესაა ძალიან პრესტიჟული რაიონი, აი ამ სახლებს. ხო, რასაც ხედავთ აი ამათ. აბა თუ გამოიცნობთ კომენტარებში დაახლოებით მაინც რა ფასი ექნება ამ სახლს. აი ესე ხო მოდიხარ ქუჩაში რა და უცებ არის ოპა. აი ესეთი შესატეხი და იჩითები მინა დასალეულ ადგილას რა. როგორი დალეული მაქვს მან 2021 წელს იცი აი ირლანდია, იაპონია რო ვიმსაჯე, ავლიეთ მე პატრონს ვერ ვცნობდი ისე დღეში ვიყავ. მან ძალიან პერო სასტუმრო არც მკითხოთ რა ღირს აქ დარჩენა ერთი დღე. მოვედით მოკლედ დანიშნულების ადგილზე, მაგრამ სანამ მაღაზიებზე და შოპზე გადავალთ, პატარა ბაღია აქ სტივენს გრინი ქვია და უნდა განახოთ აუცილებლად. წავედით.
ერთი საფანტისტობი მადლია რა ცუდი ადამიანი მე და საბას გვაქვს აი აქ სურათი გადაღებული. ვიღაცა ირლანდიელი ტიპი ამოგვიდგა პროსტა თუ იპოვე ეგ სურათი აუცილებლად განახებთ. მოკლედ გამოვედით Stephen's Green-იდან, კაი მოგონებები მაქვს ძალიან და მივდივარ აქეთ არის shopping area. შეგიძლია შუაქალაქში იჭენაოთ. Disney-ის მაღაზია, Illuminati-ის მაღაზია, ჩვენებურ ენაზე. Caves, Dublin-ში სიცოცხლე, აი ეს მიყვარს რა, წვიმაც არ მიშლის, არაფერი არ მიშლის, არაფერი არ მაღაზიანებს. კაი, Christmas time, ან მაგა, ყველაზე მაგარია. მოვადექ ჩემს საყვარელ მაღაზიას მთელს Dublin-ში და ეხლა რატო? ეს არის ძალიან ირლანდიური მაღაზია. ეხლა შევიდეთ და დაგათვალიერებინებთ ამათ სუვენირებს და ამათ აქსესუარებს. და კომენტარებში დამიწერეთ, ვის რა წამოგიღოთ. ულამაზესი მაღაზია, გადამწვანებული. რატო არ შეგვიძლია ჩვენ რა ესეთი ქართული, ესეთი ზაფრი ქართული გავაკეთოთ? ხო ამბობენ, სადაც მიდიხარ, იქ ორი ქუდი უნდა დაიფარო. ძალიან სიმბოლურია, რომ Lucky Gens იღბლიანი ჩენელი იმყოფება იღბლიან მაღაზიაში და რა თქმა უნდა, ვიყიდით იღბლიან აქსესუარებს. ძალიან მაგარი მაღაზია რა მოკლედ რა, ანუ შანსი არა შეხვიდე და რამეზე არ გაგექცეს თვალი რა. ეხლა წავედ მოკლედ თეთრი საროჭკა უნდა ვიყიდო, იმიტომ რომ რა თქმა უნდა დამრჩა და ირლანდიელებმა მესამე ტაიმისთვის მოიწერეს რომ შარვალ კოსტიუმი უნდა გეცვათ რა. დიდად მოსიყვარული არ ვარ ამ ყველაფრის, მაგრამ წესი-წესია. სტივენის სავაჭრო ცენტრი, სენტ სტივენის, ვინმე სტივენის კი არა და არის ულამაზესია. შეხედეთ, აი ქრისმესი აქ იგრძნობა თუ იგრძნობა რა. მოკლედ დუნში შემოვედი, შევიდა, იყიდა, გამოვიდა პრინციპი თუ არ მოსული. ამიტომ სტრაფი იქნება ეს ყველაფერი ძა. შოპინგზე დიდი დროის ხარჯვა არ მიყვარს. ესე იგი, ყავა მომაწვა რა თქმა უნდა, ვცდილობ არ დავლიო, მაგრამ არ შემილია. Starbucks-ი არის აქ, მაგრამ Starbucks-ი არის გლეხობა. ამიტომ შევალ Rolling Donut-ში. ცხოვრება აყავასთან ერთად რა. ესე ჩვენი დღევანდელი დღე დუბლინში, იმედი მაქვს მოგეწონათ. დაბრუნდები ახლა სასტუმროში და ნელ-ნელა თამაშის ფოკუსზე გადავალ. ძალიან მიყვარს ეს ქალაქი, ალბათ ყველაზე მეტად მიყვარს საქართველოს. მე იმიტომ რომ ძალიან ბევრი მოგონება მაკავშირებს და ძალიან ჩემი სტილია რა. წვიმა, რაღაცა სიცოცხლე ქალაქში, სპორტული ვნება, ყველაფერი იგრძნობა აქ. გამოიწერეთ არხი და უკვე ნელ-ნელა თამაშიდან შევხვდებით, რა თქმა უნდა, ავივა სტადიონზე. სანამ გავალ პემბრუკზე ერთი შემოვხედე რა. ლამაზია ეს ოხერი, ლამაზი. ყველაფერი აქ დაიწყო თავის დროზე. ჩემი ნოემბრის ტესტებით ირლანდია, იაპონიაც და 6 ერის ირლანდია, იტალიაც. ამიტომ ჩემთვის ძალიან განსაკუთრებული სტადიონი და ყველას გისურვებთ რომ ამ სტადიონზე მოხვდეთ ერთხელ. ოი დედა, რა მანქანები, Mercedes-ი ვიზაც გიყვართ. ეს კლასები, ახლები, აი. ირლანდიური რაგბი აღნიშნავს 150 წლის თავს. საუკუნე ნახევარი ზუსტად. აი რამხელა კულტურასთან გვაქვს საქმე. და ესეც თამაშის დღე დადგა და ნოემბრის ტესტები სულ ბოლო თამაში ირლანდია, ავსტრალია. საინტერესოა ის რომ ყველა ჩვენ გვიყურებს აბსოლუტურად ვინც რაგბის სამყაროში მოღვაწეობს, იმიტომ რომ სულ ბოლო თამაშია ნოემბრის ტესტების და კაია. რაც უფრო მეტი თვალი, ამით უფრო მეტი შანსი გაქვს რომ მაგარი რაღაცეები იქნა და ხალხმა მეტად დაგაფასოს. მაგრამ იმის შანსიც არ თავზე გადაგიარდა. ეს ვიყიდე, ეს კიდე მაქვს დასაუთოვებელი. წარმოდგენა არ მაქვს
ამას რა უნდა უყო. ეს ძლივ შევკარი, იმედია სწორად შევკარი და გადავდგინდა 2003 წლის სოფლიო ჩემპიონატის არ ვიცი საიდან მაქვს, მაგრამ აქ. და მოკლედ მესამე ტაიმზე ანუ ბანკეტზე უნდა ვიყოთ ჩაცმულ მოკაზმულები. აი ამას რა გამოუთოვებინებს უთოს აზრზე არ ვარ, რა შვება როგორ შვება. იმედია მოვერევება ვნახოთ. და შევხვდებით უკვე შესანიშნავ ავივა სტადიონზე. აი ძალიან მიყვარს ეს სტადიონი რა. ძალიან ბევრი ჯერ მაქვს აქ ნამსაჯი და ძალიან მაგარია. აი რაღაცნაირი ციხესიმაგრეა, მწვანე შემოსაზღვრული და ძალიან მიყვარს აქ საჯოვა ყოველთვის და მაგარი ატმოსფეროც არის რა. მოკლედ ძალიან მაგარი სტადიონია რა. საინტერესოა ეს ტრიბუნა არის ძალიან პატარა. ხედავთ სხვებთან შედარებით. ამის მიზეზი ვინც არიცით არის ის რომ უკან არის სახლები. ხო და უკან რო არის სახლები, რო აშენებდნენ ამ სტადიონს იმათმა დაიწუწონეს რომ მზის სხივებს გვიფარავსო რა. და ვერ ააშენეს. წარმოიდგინეთ ეს ტრიბუნა ამაზე მეტი და გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან დიდ ფულს კარგავს ეს სტადიონი მაგის გამო რომ რამდენიმე სახლმა უკან დაიწუწონა რომ მზის სხივებს ვერ ხედავს. სადღაც 10,000 დასაჯდომზე არის საუბარი, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან დიდი ფულია. წარმოვიდგინე საქართველოში ვინმე ეგეთ სახლს რო დაეწუწორა, აბა დაიღებდნენ მაგ სახლს. გინესი თამაშის მერე თამაშამდე არა. ეს ზუსტად ამ კუთხეში ვიდექი, პირველად 6 სერი რო ვიმსაჯე და მომიწია, არა მიწოვდი შერკინებების დანიშვნა რა. That's in the law. If there is a red card and the scrums are resulted in the matter of red card, you have to be reduced by. Why can you not replace a player just No, it's a ruling. აი აქ ვიდექი და 4 წუთი უნდებოდით მაგ წესების ახსნას და აი ტრიბუნა მისტოინდა და აი მოგონებაა ეხლა ძალიან, მაგრამ მაშინ არ გამისწორდა. Okay. Короче, მაინც დაიჭმუჭნა აზრი არა აქ. და წვერით არ გამიპარსია და ერთი 10 მესიჯი მომივა WhatsApp-ზე. საყვედურს რა თქმა უნდა. Okay. It's run that way. But the tingles remain. An Ireland and Australia once again transpired to make it as difficult as possible. Gives a pass. Aki Prendergast opening up here. Keenan, they managed to turn Ireland's defence, particularly with that burst from Keenan, and then he dropped it. You recycle that possession, it's going to be very, very difficult to hold you out. Gordon screaming for it, slipper. Australia penalty, Lomaseo, so this is free ball, kick it out, back to Lomaseo, right again, now, Jorgensen! Should have scored. I want to see Rias Pilas like that. Which Ireland players with arms outstretched. Australia offside. Van der Fleer! Try score. Ooh, and then Tupou. He's going to go the whole way. He might need some help here. He's got Swalili, and he couldn't make up his mind. And South Ireland 5 metres out. Burn, Gibson Park, beyond Aki, extend to Lowe, and Petrol held up, Victor scores! Into the final quarter, where's this ball heading? Creating a little bit of chaos.
Was a fever moment, so we take our time. Millimetres. There might be big millimetres here for Ireland. Taken by Henderson. The Aviva adds its roar. Advantage for Ireland. They can shove for all their work. No, they'll get the ball back. They've got more than that. Australia have just given away a penalty for pulling it over. Now it's Ireland. Defending bravely. Defending winningly. That'll do it. And Ireland end their year with a win. მაგარი ჩეპი გამიგორდა, არასწორი ზომა მომცეს საროჭკეს. კაია მეგობრები რო ყავს მიშველეს, მიპოვნეს საროჭკა, უცებ სტადიონზე, არ ვიცი როგორ ანაირად იდენ პარკისთან, ელიზომა და ჩავიცვი და ვარ ბანკეტზე, ანუ მესამე ტაიმზე. აი ესეთი გამოწყებილი 2003 წლის ავტუხი. ეხლა წავა ცოტა ჭამასმა, დალევა კაი ამბავი. და ესეთი მესამე ტაიმი გვაქვს. მოვიდნენ ავსტრალიელი მოთამაშეები, ირლანდიელი მოთამაშეები და ყველა სვავთ ერთ ამბავში ვართ. 4 ბაკალი გინესი უკვე დავლიე. რამდენზე ავალ? კაცმა არ იცის. მოკლედ გადმოვინაცვლოთ უკვე ავივა სტადიუმიდან სასტუმროში. იქ დავლიე 6 ბაკალი. მე და საბარო ვიყავით 2016-ში, მაშინ დავლიე 11 ბაკალი და უნდა ითქვას, რომ გაპატიოსნებული ვარ. აშკარად, ყველას უღრმესი მადლობა მინდა უთხრა, რომ ვინც იყო ჩვენთან ერთად ამ ნოემბრის ტესტებზე, უყურა, ისიამონა, გააზიარა. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმედია დაინახეთ, რომ ტესტები ძალიან სტრესულია, ძალიან განსხვავებულია, ძალიან დეტალურია და რაგბი არის უმაგრესი სპორტი დედამიწის ზურგზე. ამით არაფერი არ მთავრდება, ჩვენ ახლა ვიწყებთ უფრო მეტ მოღვაწეობას და უფრო ინტენსიურ მოღვაწეობას YouTube-ზე. ყველას კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და ხვალ ბოლო ჩართვა იქნება ნოემბრის ტესტებიდან ნაბახუსევ მდგომარეობაში უკვე, იმიტომ რომ ხამე გრძელდება დუბლინში. მოგესალმებით საუზმოფ აეროპორტში. დილა ადრიანმა გვფრენა და მოვდივარ თბილისში. ცოტა თავი მტკივა გასაგები მიზეზების გამო. არ ვიცი რამდენი ხანი გავუძლებ ამ დალევებს, ამ სტრესებს, ამ დატვირთვებს, ამ ტემპით, ამ ფრენებს ჩემი ორგანიზმი, მაგრამ ჯერჯერობით უძლებს. ამით არაფერი არ მთავრდება. დამთავრდა ნოემბრის ტესტები მართალია 2024 წლის, მაგრამ წინ გველოდება ჩემპიონთა თასი და ჩვენ რა თქმა უნდა იხვლიანები შევერკინებით ჩემპიონთა თასს. პირველი თამაში არის ბორდო ლესტერ ტაიგერსი, ერთ-ერთი ცენტრალური თამაში. რა თქმა უნდა რჩებით ჩვენთან, იმიტომ რომ წინ ძალიან ბევრი სიახლე და ამბავია. გამოიწერეთ არხი, ყველას დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად იყავით. აბა დროებით.